სწორყიფიანი ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი ინიციატივა ჯერ საქართველოს, რომელიც მალე დარეგისტრირდება პოლიტიკურ პარტიად. მოგესალმებით, ბატონო ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ველოდებოდით რა ინფორმაცია გამოვიდოდა დაბრძანდით დღევანდელი შეხვედრიდან და აი სულ ბოლო ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რადიო თავისუფლება ამ წუთას მე რაც წავიკითხე, ანუ ევროკავშირს ეუბნებიან, რომ თქვენ რასაც ითხოვთ რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, ეს არის პოლიტიკური საკითხები და ჩვენ მხოლოდ ტექნიკურზე სასაუბროთ ვართ მზად. რაზე მიანიშნებს თუნდაც აი ეს ბოლო ინფორმაცია და ჩვენს გარშემო განვითარებული პროცესები გველის თუ არა გადაწყვეტილება ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის? ქალბატონო ინგა, დანამდვილებით იმის პროგნოზირება ძალიან რთული არის, ეს გადაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ საკითხი დადგა დღის წესრიგში, არის რა თქმა უნდა ძალიან დამაზიანებელი. დამაზიანებელი არა მარტო რეპუტაციულად, არამედ პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ვინაიდან ქვეყანა, რომელიც დგება ასეთი საფრთხის ქვეშ, საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, მათ შორის არის ნაკლებად მომხიბვლელი. ამიტომ თუნდაც ფაქტს აი ასეთი საკითხის გახმოვანების, ასეთი კონსულტაციების წამოწყების აქვს ძალიან მრავალ განზომილებიანი უარყოფითი შედეგი. და ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ რეპუტაციული, არამედ არის მათ შორის უსაფრთხოების კუთხით და ეკონომიკური კუთხით. ზოგადად მე არა ერგზის მithქვამს თქვენი ეთერების მეშვეობით, რომ არსებითი გადაწყვეტილება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოცნების წიაღში არის მიღებული ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ და ჩვენ პრაქტიკულად გადაცემიდან გადაცემამდე ამის მოწმენი ხვდებით, რომ ახალ-ახალი ფაქტები, ახალ-ახალი განვითარება თუ პროცესები ემატება. ამიტომ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენი რწმენა აი ამ განცხადებაში, ჩვენი დამაჯერებლობა უფრო მეტად მტკიცდება. ამდენად ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თქვენ ახსენეთ მათ შორის ის პროცესები, რომლებიც დაჩქარდა. ხო, საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის დამთხევა. მე მაგალითად მჯერა, რომ სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით იქნა პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი ჩაიშალა. ესე იგი, უცნაური არის კიდევ ის, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილების უკან არის ძალიან ცუდად გათამაშებული დრამატურგია. ხო, შეიძლება რაღაცა გაათამაშო უფრო შნოიანად, უფრო გემოვნებით. ეხლა შეიძლება გემოვნებას და უსტანდარტობას ჩვენ შევეხოთ ცოტა მოგვიანებით, იმიტომ რომ ის რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ საშინაო პროცესები, ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესები, ეს არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური პროცესები, ეს არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა, ეს არის ზოგადად საქართველოს მოსახლეობის უარჩევანო დატოვება, მაღალ სტანდარტზე განაცხადის გაბათილება, ხარისხიან ცხოვრებაზე და ხარისხიანზე არა მარტო საყოფაცხოვრებო კუთხით, არამედ პოლიტიკის კეთების კუთხით, ეკონომიკის კეთების კუთხით. ამდენად აი ეს ყველაფერი სწორედ აი საბოლოო ჯამში, იცით რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკას აქვს თავისი დატვირთვა, მაგრამ როდესაც ხდება საბაზისო ქცევის სტანდარტების მოშლა, ალბათ მათ აღდგენას, აი ცივილიზაციურ საწყისებზე დაბრუნებას, კარგი გაგებით აი პრეტენზიული მოქალაქის აღზრდას და მის ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში, როცა მას არა მარტო პერსპექტივას მოუკლავენ, არა მარტო იმედს, არამედ დაბალ სტანდარტს მიაჩვევენ და მდაბიო სტანდარტს, ამას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდება და ეხლა შეიძლება ზოგიერთმა ჩვენმა მსმენელმა, მაყურებელმა ჩათვალოს ხომ არ ვაბუქებ, ხომ არ ვადრამატიზირებ, მაგრამ კანონს მოევლება ასე თუ ისე. მთავრობის შემადგენლობას მოევლება, მაგრამ როდესაც ცხოვრებისგან, პოლიტიკისგან, ეკონომიკისგან, შენი ქვეყნისგან, აი მოლოდინის გამდაბიობება ხდება, აი ამის შემოbrunება და ჩვეულ რელსებზე დაყენება გაცილებით უფრო დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და მე სიმართლე რო გითხრათ, ამაშიც ვხედავ ყველაფერთან ერთად ერთ-ერთ მთავარ პრობლემას და გამოწვევას სხვა პრობლემებთან ერთად. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ პერსპექტიული მოქალაქის აღზრდაო და რას უყურებენ დღეს ჩვენი თანამოქალაქეები, ხო? მაგალითად უყურებენ მართვის რა სისტემას. კობახიძის ბრიფინგი, რომლის შთაბეჭდილებიდან მარტო მე არა, უამრავი ადამიანი
ადამიანი უბრალოდ ვეღარ გამოვიდა, უკვე მესამე დღეა. უყურებენ რას, რომ ქვეყანა იმართება როგორ ქებადიდება რაღაც საგალობელი ლამის, როგორ უნდა აღავლინონ ბელადის მიმართ და ამის მიხედვით განისაზღვრება ვის რა პოზიცია ერგება. ალბათ ამ ქვეყანაში თქვენი შთაბეჭდილება მაინტერესებს, როდესაც უსმენდით მაგალითად ირაკლი კობათქვე ხო იცნობთ ბიძინა ივანიშვილს ხო და ქონიათ მასთან ურთიერთობა. რა შთაბეჭდილება დაგჭათ? ეს ყველაფერი იყო პირადად ივანიშვილის დავალება თქვენი აზრით, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ ქვია, კაცი გამოსულიყო და მთელი ბრიფინგი თავიდან ბოლომდე, ბოლო სიტყვამდე დათმობოდა მხოლოდ ივანიშვილის ქებადიდებას. რა იყო ეს? რა შთაბეჭდილება დაგჭათ ბატონო? მე ვერ გეტყვით ქალბატონო ინგა დანამდვილებით რამდენად ეს შიდა ჩემპიონატი ქართული ოცნების შიგნით ამ ქებადიდებაზე წახალისებული არის პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიერ, მაგრამ ეს შიდა ჩემპიონატი რომ უფრო საინტერესო და ეგზოტიკურ ფორმებს რომ იძენს და ფაქტიურად გოგობიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ სიტყვაობაში, ეს ფაქტი არის და ყველაფერთან ერთად დასანანი არის ის, რომ აი ჩვენ სტანდარტები ვახსენეთ და უფრო კიდევ ამ თემას მინდა დაუბრუნდე, რომ ქართული პოლიტიკა არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკა არა მარტო პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური კონცეფტებისგან არის დაცლილი, არამედ ნორმალური ლექსიკისგანაც ასევე არის გამოცლილი. და მით უმეტეს ეს დასანანი არის, რომ აი ხო დებენ თავს იმაზე, რომ ქართული იდენტობა, სუვერენიტეტი, კულტურა, ჩვენი ისტორია და ასე შემდეგ, როგორი შეუფერებელი არის ის ლექსიკა, რასაც ჩვენ გვესმის, რომელსაც აი ხშირად ხა შეიძლება ესეც გადამეტებული აი რუსეთში ბებიები რო ჩამოჯდებიან სადარბაზოსთან და აი მე ნით რო საუბრობ, ასე მგონია მათი ლექსიკაც დღეს უფრო შეიძლება დახვეწილი იყოს, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ისინი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები არიან და ამ ლექსიკით ესაუბრებიან სამყაროს ასე წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის მათი სავიზიტო ბარათი. ეს ძალიან სავალალო ფაქტი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აი ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, აი სტანდარტების დადაბლება ჯერ საკუთარ მოქალაქეს აჩვევენ იმ აზრს, რომ ასე შეიძლება ესაუბრო როგორც შენიანს, ასევე გარე ასპარეზზე და დანარჩენი სამყაროს თვალშიც რა თქმა უნდა ეს არც თუ მისაბაძი სურათი არის. გარდა მაგისა არის манипуляция მთელი რიგი ტერმინებით ჩვენ ვახსენეთ სუვერენიტეტი, ხა ჯერ სხვას რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება ტრაბახობდე სუვერენიტეტის არნახული ზეობით იმ ქვეყნის პირობებში, რომელიც ოკუპირებული არის და განუწყვეტლი მიმდინარეობს ცოცავი ანექსია. ეხლა თუ საუბარი არის სუვერენიტეტის გამტკიცებაზე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა, ეს ძალიან სავალალო მიდგომა არის საკითხებისადმი და მეტად რო არ თქვათ, ეს პოლიტიკური დანაშაულიც არის, მაგრამ თუ ჩვენ საქართველოს ვაღიარებთ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში მივიჩნევთ, მაშინ რა სუვერენიტეტზეა შეიძლება საუბარი იყოს ოკუპაციის პირობებში? ან რა სუვერენიტეტზე შეიძლება იყოს საუბარი და მშვიდობიანობაზე, როდესაც ქვეყანაში განმუდმებით ინერგება შფოთვა, პოლარიზაცია, სამართალს ვერ იპოვი, ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად არის ფრაგმენტირებული რამდენიმე შერჩევით ეკონომიკურ ცენტრებს შორის და წევდომა ეკონომიკურ რესურსებს და შემდეგ მათი განაწილება არის აბსოლუტურად გაუგებარ სინდიკატიურ წესებს დაქვემდებარებული. აი ესეთ პირობებში რა სტაბილურობაზე, რა სუვერენიტეტზე და რა მშვიდობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ჩემთვის არ ვიცი, როდესაც მშვიდობაზე საუბრობენ, მეც პირველ რიგში მახსენდება ხოლმე, შეიძლება კი მშვიდობა ეწოდოს იმ სიტუაციას, რაც დღეს არის ქვეყანაში, ხა თქვენ თავად ვიახსენეთ, აი უკიდურესი დაძაბულობა ქვეყანაში, მუდმივად ომის შიშებით ყვება საკუთარი მოსახლეობის და ყველაზე გამოუგნებელი არის ის, რომ როდესაც ომის შიშებით ყვებავენ, ისრები მიდის ჩვენი პარტნიორებისკენ და საერთოდ არ
არ ხდება რუსეთის ხსენება, რეალურად ოკუპანტის ხსენებას ვერ ბედავენ და მტრად ყავთ გამოცხადებული მაგალითად ევროკავშირი, მტრად ყავთ გამოცხადებული ამერიკის შეერთებული შტატები და რაღაც ღია შანტაჟს ხედავთ ზუსტად ორ დღეში კონგრესში მიღებული იმ აქტიდან ხედავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დგას და მეორე ბრიფინგზე უკვე ჩინეთზე იწყებს საუბარს როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე და ამ დროს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მათივე პოლიტიკის წყალობით არის შეჩერებული და არც არაფრის გადახედვას არ აპირებენ, ხო? აი ჩინეთთან დაკავშირებით ახლა ჩვენ ალბათ ორიოდე სიტყვით ამ თემასაც უნდა შევეხოთ. ესე იგი ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა ქართულ სივრცეს იყენებდეს როგორც საჭადრაკო დაფას, სადაც სხვადასხვა გეოპოლიტიკური გავლენები გადათამაშდება ისე, რომ ეს იყოს ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, პრაქტიკულად ხდება სხვადასხვა მსხვილი პოლუსების ურთიერთდაპირისპირება და შეპირისპირება ქართულ სივრცეში. აი ყველაფერთან ერთად აი მავნებლობა ასეთი საგარეო ხაზი სწორედ ამაშიც გამოიხატება და ეს სხვათა შორის უშუალო კავშირში არის მშვიდობის გადაღებულ თემასთან. ჩვენ გაცილებით უფრო კონფრონტაციულ რეჟიმში შევდივართ, არა მარტო რეგიონულ კონტექსტში, არამედ გლობალურ კონტექსტში. ესე იგი ჩვენ ყოფნის იმდენი თავხედობა და გამბედაობა არა თავხედობა და უკეთრო თქვა ციბეცე, რომ შეერთებული შტატების ინტერესები და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთთან დავაპირისპიროთ არც მეტი და არც ნაკლები ჩვენ საშინაო კედლებში. ეხლა ჩინეთთან დაკავშირებით უდავოა ჩინეთის ცივილიზაცია გამორჩეული. უდავოა რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი სისტემა შემქმნელი ქვეყანა მსოფლიო წესრიგში. უდავოა ის რომ ჩინეთთან ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან გამართული და საინტერესო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ჩვენ არა ვართ პირველები ამ მხრივ, რომ მთელი მსოფლიო ფაქტიურად იღწვის საიმისოთ, რომ ჩინურ ბაზარზე მოიგიდოს ფეხი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მრავალვექტორულ პოლიტიკაზე და რა თქმა უნდა ერთ-ერთი ვექტორი არის ამ შემთხვევაში აზია, ჩინეთი, აღმოსავლეთი, მთავარი ვექტორი, დასავლური ვექტორი, რომელიც ჩვენთვის არა უბრალოდ ვექტორი არის, არამედ ვექტორზე უფრო მეტი არის, ეს არის ჩვენი ცივილიზაცია. და როცა სხვა ვექტორებთან ურთიერთობების განვითარება ხდება ამ სისტემას შემქმნელი ძირეული ვექტორის ჩამოშლის ფაქტიურად ჩვენი ცივილიზაციური ბმის გაწყვეტის ხარჯზე, ამას უკვე მრავალვექტორულ პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს. თორე ზოგადად მე რა თქმა უნდა მივესალმები, იმიტომ რომ მithქვამს არაერძის, რომ დიდი ქვეყნებიც დღეს მრავალვექტორულობას მისდევენ და ეს აბსოლუტურად დასაშვები არის, მაგრამ როგორ გათამაშდება ეს კომბინაცია, რამდენად შენ გულწრფელი ხარ შენ ზრახვებში, როგორც საკუთარ მოსახლეობასთან, ასევე გარე სამყაროსთან, რამდენად უნარი გაქვს და კომპეტენცია ეს გააკეთო და რამდენად რეალურად შენი ნამოქმედარი ემსახურება სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად სხვა საკითხი არის. ამიტომ ის რა დროს ხდება, ხო? მსგავსი განცხადებების აი სიყალბებზე რო საუბრობთ, ესე იგი ტერმინებით манипуლირება ჩვენ ვახსენეთ სტაბილურობა, სულედე მრავალვექტორულობა ძალიან манипуლაციურად გამოიყენება ამ შემთხვევაში, ამის აღნიშვნა მინდოდა მხოლოდ და. ბატონო ვიქტორ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაგალითად აი ამ რიტორიკის პარალელურად უკვე ქმედებაზე გადასვლა გულისხმობ ისევ სასამართლო პროცესებს, რომელიც დაჩქარებული ტემპით ჩაინიშნა ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ, შესაძლოა უკან ედგეს გეგმა ივანიშვილის და მისი პარტიის ახალი პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობის, იმისთვის რომ მათ დაელაპარაკონ. სხვა უბრალოდ ვერაფრით ვერ იხსნება, თავისთავად საქმე არის მეტად აბსურდული, რის გამოც ამ ხალხს ახლა ციხეში უპირებენ ზოგს უკან შებრუნებას და ზოგი ვინძის კიდევ წლების დამატებას, მაგრამ აი რაღაც ძალიან წააგავს ამისთვის სამზა ის თითქოს რომ უნდა დაჯექით და დამელაპარაკეთ მაშინ, როდესაც აი მე ამყავს და ამყავს ახალი პოლიტიკური მძევლები. ეს საერთაშორისო პარტნიორებთან სასაუბროთ რამდენად შესაძლებელია რეალურ გეგმად ესახებოდეს ბიძინა ივანიშვილი? ინგა, ისევ იმ დათქმით, რომ ვერც თქვენ და ვერც მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვართ, რა სახის მსჯელობები იმართება გადაწყვეტილების მიღებებს შორის, ჩვენ მაინც ასეთი დაშვება შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც ჩანს ზოგიერთი პარტიული ფუნქციონერი და სახელმწიფო ფუნქციონერი შეაგულიანა ძალიან ლუკაშენკოს მაგალითმა. თქვენ გემახსოვრებათ, რომ იქაც ასეთ ტენდენციას ჰქონდა ადგილი, როდესაც ამერიკასთან კომუნიკაციის გახსნა მათ შორის მოხდა პატიმრების განთავისუფლების ხარჯზე.
ეხლა მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ და სამწუხაროდ და მე ვამბობ ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე ვსაუბრობთ და ალბათ თუ კარგად ეს ხალხი ამ ქვეყანას არ მოადგენს, მაგრამ ეხლა რო შევხედოთ ჩვენი ქვეყნის ვითარებას შორეული კუთხეებიდან მსოფლიოსი, მაინც როგორც ჩვენ ისე წარმოჩდებით რა, რომ ესე იგი ქვეყანას რომელსაც ასეთ კომუნიკაციებში არაფერი აქვს სხვა შესათავაზებელი, არ სტრატეგიული ინიციატივები, გნებავთ რეგიონული მასშტაბის, ან ნებისმიერი სხვა, არც ეკონომიკური პროექტები, არც რაღაც გეოპოლიტიკური წიაღწევები და ასე შემდეგ, აი ეს შეიძლება ჩვენ დავიდეთ ისეთ რეალობამდე, როდესაც აპატიოს ყველამ აი ნედლი მასალა, ადამიანური რესურსი შეიძლება იყოს მოაზრებული როგორც შენი ერთგვარი აი ტრამპმა რო უთხრა ზელენსკის ხო რა კარტი გაქვს ხელშიო და შეიძლება ზოგიერთს გონია რომ ესეთი ადამიანური რესურსი ციხეების სახით შეიძლება იყოს ის კარტი რომელიც შეიძლება გათამაშდეს დასავლეთთან რაღაც ეს თქვა ურთიერთობების მათი ვერსიით თუ აღნიშნავთ გადატვირთვის მიზნით. ეს არის მეტად ეს თქვა ისეთი შეიძლება ტრივიალური დასკვნა, მაგრამ ძალიან სავალალო დასკვნა. ხო და ძალიან თვალშისაცემია რომ მაინც და მაინც ეხლა და აი ამ დროს ხდება არ ვიცი მე ეს ბრიფინგები ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება თითქოს რაღაცნაირად არავინ რომ არ ელაპარაკება რომ როგორმე წამოიყვანა. მეცაც გეტყვით მაპატიეთ ჩავერთვები და ეს არის იგი ახლა ჩემი კოლეგებიც მისმენენ ხანდახან მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნასაც კი ვერ ვახცევთ თვეებისა და წლების განმავლობაში. სასამართლოებში ხო აღარ ვამბობ თავარ სხდომაზე და ასეთ გზნობიარე საკითხზე როგორიც საბოტაჟი არის ხო ძალიან მაღალი სახის ქმედება არის ხო ინკრიმინირებული ესე თქვათ აი სტაერული წესით სხდომების ჩანიშვნა ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვით საუბრის დასაწყისში, აი რაღაცაში ხო შეიძლება დახელომდე. მიუხედავად იმისა, რომ აი შეცდომიდან შეცდომამდე, გადაცდომიდან გადაცდომამდე, მაგრამ აი ამ დრამატურგიაშიც კი ვერ დახელომდე და სხვადასხვა შემთხვევითი არ არის, რომ ეხლა ძალიან რო არ გავხსნით თემას, რომ ხშირად ვამბობთ იგივე აი ჯერ საქართველოს წიაღშიც და ეხლა მართლმსაჯულების დოკუმენტი, რომლის გამოდანასაც ვაპირებთ, პირდაპირ ვამბობთ, რომ ერთადერთი რეფორმის უფლება რომ მოგვეცეს ქვეყანაში განხორციელების ეს აუცილებლად უნდა იყოს მართლმსაჯულების სფეროში. რომ მართლმსაჯულება არის ის ცენტრი, რომელიც განაპირობებს ყველა სადენს, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ასე შემდეგ. აი, როდესაც ეს სადიზმი ქუჩებში ვითარდებოდა, ადამიანების ცემა, წამება, სპეცრაზმის მიქსევა და მერე დაჭერა და საწამებელ მანქანებში ხალხის ჩაყრა, ჩემთვის ყველაზე მძიმე ამის ყურებისას კიდევ უფრო მეტად მძიმე იყო თითეული ის სასამართლო პროცესი და ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოქონდათ მოსამართლეებს და მე ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ სპეცრაზმელებზე უფრო მეტად დამნაშავეები ჩემს თვალში, ჩემი აღქმით არიან ის მოსამართლეები და ის სასამართლო სისტემა, რომელიც ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს და უდანაშაულო ადამიანს, ახალგაზრდა ადამიანს წირავს ციხისთვის და აბრალებს იმას, რაც მას არ ჩაუდენია. გეთანხმებით სრულიად ნომერ პირველი აუცილებლობა არის სასამართლოს. რატომ? იმიტომ რომ ისევ იგივე თემა რო ჩავატრიალოთ, შეიძლება დაარღვიო ნორმა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება იმ ნორმის დარღვევა აღმოიფხვრას. და ნორმის დამრღვევი დაისაჯოს, მაგრამ როდესაც ამკვიდრებ ქცევის მანკიერ სტანდარტებს ისი ამოძირკვა, როცა ის სტანდარტად მკვიდრდება, ამას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება და ამიტომაც გაცილებით უფრო საზიანო არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ ხავთ. უფრო მეტად დამნაშავეები არიან, ბევრჯერ მithქვამს და ეხლაც გავიმეორებ, ჩემთვის ის მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და უამრავი ადამიანი გაუშვეს უდანაშაულო ციხეში. აი, საუბრობთ ეხლა ამ რეალობაზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ერთია მართლა როგორ გამოიყურება პარტნიორების თვალით დანახული ეს ქვეყანა და მეორეა რა რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ. ანუ საპატიმროდ გამზადებული პოლიტიკოსები, ასაკრძალად გამზადებული პოლიტიკური პარტიები, რა იმედით შედიხართ ამ პოლიტიკურ ველზე, ბატონო ვიქტორ, იმიტომ რომ რა წამშიც გავლენა ხდება თვალში საცემი, რა წამშიც გავლენა პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ჯგუფის ხდება უკვე აშკარა, იმ წამშივე იწყება ჯერ ერთის მხრივ პროპაგანდით განადგურების მცდელობა და მერე აი ამ რაღაც ჯიბის
სასამართლოთი, სისხლის სამართლის საქმეების აღზრდა და ბოლოს მთავდება ხოლმე ეს ყველაფერი ციხით. აი, ამ რეალობაში რა იმედით შედიხართ ქართულ პოლიტიკურ ველზე? აბსოლუტურად სწორი პასუხი არის, რაზედაც კითხვა არის, რაზედაც ზუსტი გამართული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ თუ არ გავეცით, ისე ვერ მივიხებთ. აი, ცნობილი ფრაზა, რა თქვა ამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ. იმასაც გეტყვით გულახდილად, რომ უფრო მეტად ალბათ ამ სიტუაციაში მე პირადად ჩემს დამოკიდებულებას გეტყვით და არ ვიცი ჩემი თანაგუნდელები ამას სულად გაიზიარებენ თუ არა. უფრო მეტად კონცენტრირებული ვარ პროცესზე, ვიდრე შედეგზე. რა თქმა უნდა, შედეგი არის მნიშვნელოვანი და შედეგი არის ქვეყნის განორმალურება და ჯანსაღ ჩარჩოში დაბრუნება, მაგრამ ეხლა შედეგზე ფიქრი, ჩემი აზრით, აი ამ პირობებში შეიძლება იცით ამაზიანებელი იყოს პარტიულ შედეგზე საუბრობთ? ზოგადად რა ასე აღვიქვით თქვენი კითხვა რომ აი პოლიტიკაში თუ შენ შედეგს ვერ მიაღწევ და ვინაიდან ჩვენ ხედავთ იმას, რასაც ხედავთ, მაშინ გასაქმებად რაღა აზრი აქვს, ხო, მაგრამ ჩემი აზრით მაინც პროცესის შექმნას, დინამიკის შექმნას, ახალი ხელწერით შესვლას მაინც თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთი შეიძლება საგამათო თეზა, რაც მინდა ვთქვა თქვენი ეთერის მეშვეობით. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის დღეს არც თუ უსაფუძვლო პრეტენზია ოპოზიციური პარტიების მისამართით. გასაგებია, გავიგეთ, ჩვენ ახლა ეს თემა რო განვარცხოთ, შეიძლება დილამდე ვერ მორჩეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა თუ რაღაც დასკვნების გამოტანა გვინდა, ასევე უნდა მიმართოთ საქართველოს მოქალაქეებს და ამომრჩევლებს, რომ ვერც პოლიტიკური პარტიები ვერ ჩაანაცვლებენ საზოგადოებას. და ვერც საზოგადოება ვერ ჩაანაცვლებს ბოლომდე პოლიტიკურ პარტიებს. ერთსაც და მეორესაც თავისი ნიშა აქვს. ამიტომ თუ მოქალაქემ საკუთარ მხრებზე უფრო მეტად არ აიღო მისი წილი პასუხისმგებლობისა და მისი წილი ტვირთისა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მხოლოდ იმის შემხედვარე თუ რას მოიმოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, ალბათ იქნება ფუჭი მოლოდინი, იმიტომ რომ ახალი ქვეყნის კონტურების გამოძერწვა სწორედ ასეთ თანამონაწილეობაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული. საზოგადოება ბევრად უფრო აქტიური იყო მთელი ამ პროცესის განმავლობაში. და სწორედ აი ამის არ დანახვა უბრალოდ შეუძლია. ამ აზრის განვითარება მინდა, როცა აი იგივე თქვა გადაღებული ტერმინი ეროვნულობა. რა არის ეროვნულობა? ეროვნულობა არის ინკლუზიურობა, თანამონაწილეობა, თანამესაკუთრეობა. ამიტომ თუ ჩვენ საუბრობთ ახალი ტიპის სახელმწიფოს შექმნაზე და ქვეყნიდან სახელმწიფოდ გარდაქმნაზე, ჩვენ აუცილებლად თითოეულ მოქალაქეს უნდა მოუწოდოთ, რომ მეტი აქტიურობა, მეტი მონაწილეობა, მეტი საკუთარ მხრებზე მისი წილი პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ რომ სხვაგვარად მოაზროვნე ქვეყანა და მოაზროვნე საქართველო ვერ შედგება და რამდენადაც ახლა ეს არ შეიძლება ზოგისთვის არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი, სწორედ ასეთი აზროვნების რევოლუცია, აზროვნებაში რევოლუციაზე, ასე ვთქვათ, აი ქვეყანასთან შენი კავშირის აბსოლუტურად სხვაგვარ გააზრებაზე მიმაჩნია მე ერთგვარი გამოსავალი და ჩვენი შესვლაც პოლიტიკაში ჯერ საქართველოს სახით, მათ შორის ასეთი შეიძლება ნიშური, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან პერსპექტიული და ძალიან ეს ვთქვათ, აი სტრატეგიული ხელწერის დამკვიდრებაზე არის. აი, როდესაც თქვენ საუბრობთ საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებაზე, ალბათ გულისხმობთ, აი მაგალითად მე გამახსენდა ეხლა, როდესაც თქვენ საუბრობდით, უცებ წინა გადაცემაში ვყვებოდი ერთ-ერთი ბიზნესმენის განცხადება, როგორ გადაწყვიტა, რომ სარჩელი შეიტანოს რეპრესიულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი ფუტკარაძეზე მაქვს საუბარი ბიზნესმენზე. ხო, აი ეს გამახსენდა ეხლა თქვენ საუბარში, რომელიც უკრძალავს ბიზნესმენს პოლიტიკური აზრის გამოხატვას, რაღაც პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას, პოლიტიკურ აქტივობას, ალბათ ამას გულისხმობთ, ხო? ისაც რა ეხება, რა თქმა უნდა, ხო? ჩემთვისაც აღმაფრთოვანებელი იყო, როცა შევიტყე ამ მზაობის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ გასაჩივრებას. ძალიან იხარჯება ქართული მედია, ეს აღსანიშნი არის. იშვიათი გამოვლინებები, მაგრამ მაინც იმედის მომცემი არის ბიზნეს წრეებში, ახლა რას თქვენ წანეთ. მაგრამ ეს უნდა მოხდეს, ეს უნდა გადავიდეს აი საყოველთაო, აი ეპიდემიაში კარგი გაგებით, რომ მოქალაქეებმა რაც შეიძლება მეტად უნდა განავითარონ საკუთარ თავში კრიტიკული აზროვნება. არ უნდა იყვნენ მხოლოდ მომხმარებლების სხვისი ნააზრევის. ეს ახლა ქართულ ოცნებას ეხება თუ ნებისმიერ პარტიას, ანუ ზოგადად მოქალაქის მიმართება მმართველისადმი, ზოგადად მოქალაქის მიმართება პოლიტიკოსადმი. ის უნდა იყოს დამკვეთი შესაბამისად აი მისი ნააზრევიც თანაბრად უნდა კარნახობდეს პოლიტიკოს მოქმედების. როგორ გამოიყო
იყურება ეხლა ქართული ოცნება ბატონო ვიქტორ? აი თუნდაც ბოლო დღეებს რომ შევხედოთ რა პროცესებიც დავინახეთ, თვალნათლივრად გამოჩნდა, მე ისევ გავიხსენებდი, აი რა შეიძლება სჭირდებოდეს მათ უფროს ამდენი ქებადიდების მოსმენა, მე საგანგებო Facebook სტატუსებით კიდევ ხოტბის შესხმა რა მოცემულობაში ვარ ჩვენ დღეს? ან პრემიერი რატომ შეიძლება იმცირებდეს თავს გამორიცხულია ეხლა რომ ირაკლი კობახიძე ვერაცნობიერებდეს რამდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში ერთადერთი თემა იყო იმაზე, როგორი დიადია, როგორი არაჩვეულები, როგორი გროსმაისტერია ბიძინა ივანიშვილი. აი რა რეალობაშია თავად ქართული ოცნება? დავიწყოთ იმით, რომ არასდროს არ მიმაჩნდა, ყოველ შემთხვევაში ბოლო 5-6-7 წლის ფორმაციას თუ ავიღებთ, რომ ქართული ოცნება არის კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია. ხო, ალბათ არა. რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს რაღაც მსოფლმხედველობრივი იდეოლოგიური გაერთიანება. ქართული ოცნება ამის შტაბეშტილებას კარგახანი არ ტოვებს. ალბათ ქართული ოცნება, ან რასაც ჩვენ ქართულ ოცნებას ვეძახით, ეს უფრო არის კონგლომერატი იმ ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ წვდომა რესურსებზე. და მანამ სანამ ეს წვდომა ექნებათ რესურსებზე, მანამ სანამ საქართველოს ბიუჯეტი თვითკმარი იქნება საიმისოდ, რომ გამოკვებოს აი ასეთი ერთგულება და ასეთი მორჩილება, ალბათ ის რასაც ჩვენ ქართული ოცნება ვეძახით, ჯერჯერობით იქნება ავანსცენაზე, ისე როგორც ვხედავთ. ამიტომ ეს არის ქართული ოცნების არსი, ისევ თუ ჩვენ წარსულს ერთ-ერთს გავიხსენებთ, ჩვენ ძალიან უცნაური მოდელი შექმნეს ეს ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთდაკავშირებადობის. როდესაც წვდომა რესურსზე, როდესაც შენი ხვედრითი ნაჭერი, ეს თქვათ იმ საერთო ულუფაში, შენს მიჯაჭვულობას, შენს ერთგულებას, შენს მორჩილებას, არ ვიყენებ სიტყვა მონობას, მორჩილებას განაპირობებს. ეს არის ალბათ მთავარი არსი, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განუდგა ქართულ ოცნებას ან სხვადასხვა მიზეზით, ალბათ ბოლომდე ვერ იქნა ასიმილირებული სისტემაში რა, როგორც ჩანს ის ფუნქცია ვერ შეასრულა, რომ მათიანი გამხდარიყო და ეხლა ყოველთვის ვერ იდები პირად თემებზე საუბარს, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მინუსი ბჭყალებში სწორედ მაგაში გამოიხატება რა, რომ წლების განმავლობაში როგორც ჩანს ჩემს საქმიანობაში ვერ ვუჩვენე ის სტანდარტი მათი გადმოსახედიდან ერთგულების, რომლებიც მათიანად და სისტემის ბენეფიციარად მაქცევდა. ამიტომაც ალბათ მოვლენები განვითარდა როგორც განვითარდა, მაგრამ მოდით ამ პირად ეპიზოდს ასე ელვისებურად შემოვიდან და ამით შემოვიფარგლები. კარგი, დიდი მადლობა და ბოლოს რასელოდებით, აქვს თუ არა შანსი ქართულ ოცნებას აი ამ რეალობაში, როდესაც ეხლა მე სულ ბოლო ინფორმაცია წავიკითხე, როდესაც ეუბნებია, რომ შენი რეპრესიული კანონები წაიღე უკან გაათავისუფლე უკანონო პატიმრები, Freedom House-იც სხვათა შორის ამაზე წერდა, რომ ერთგვარი ტესტი შეიძლება იყოს ტრამპის ადმინისტრაციისთვის პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება და ამ დროს საპასუხოდ ეუბნებია, რომ არა, ეგ არის პოლიტიკური საკითხი და ჩვენ მხოლოდ ტექნიკურზე შეგვიძლია ვისაუბროთ. აი ამ რეალობაში როგორ ელოდებით პროცესების განვითარებას ქვეყანასთან დაკავშირებით ვიზა ლიბერალიზაციაზე თქვით ახლა რომ როგორი არის თქვენი მოლოდინი, მაგრამ იზოლაცია ადრეც კითხეთ, ადრეც დაგისვით ამ თემაზე მე კითხვა. აი ამ სრული საერთაშორისო იზოლაციიდან თავის დაღწევის რაიმე პერსპექტივა, რაღაც ნიშანწყალი თუ შერჩა ქართულ ოცნებას, ეს ბოლო კითხვაა ჩემი. ფიქრობ, რომ ქართული ოცნების რესურსი არის ძალიან მინიმალური, რომ ის შედეგები ავიდოთ, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ, ეს ერთი, მოკლე პასუხის ფორმატი თუ წავალთ, მეორე, როდესაც საუბრობთ დასავლეთზე და ტრამპზე, მეტად ხშირად გამაგებია მათ თავში რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან თავისებურ დასავლეთთან გვაქვს და დასავლეთ ლიდერებთან. ტრამპის მოქმედება ახლა დღევანდელი დღე ახსენეთ, დღის განმავლობაში ჯერ გამანადგურებელ დარტყმას დაპირდა ირანს და მერე რამდენიმე საათში გადავიფიქრე, იმიტომ რომ ეს პლატისი ვერ იქნება. მოკლედ, სიმართლე რომ გითხრათ, მოლოდინებთან დაკავშირებით კარგად გასარკვევი არის მათი მოლოდინები როგორი არის და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. ეს მინდა ძალიან რბილად და დელიკატურად, დიპლომატიურად თქვა. მაგრამ
ყველა შემთხვევაში ინგა ფაქტი არის, რომ საქართველოს ბედი წყდება საქართველოში, საქართველოს ბედი წყდება მოაზროვნე საქართველოს მიერ, საქართველოს ბედი წყდება თამოყარე მოქალაქეების მიერ, შესაბამისად საქართველოს ბედი წყდება მხოლოდ ძირეული და ფუნდამენტური ცვლილებების, რაც შეიძლება დროზე მოხდენის გზით. დიდი მადლობა.